იმედისთვლა დაბრუნდა პირდაპირ ეთერში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანია ჩვენი სტუმარი, რომელიც ცოტა ხნის წინ სამუშაო ვიზიტით კანადასა და ესპანეთში იმყოფებოდა და იქაურ სპორტული ინფრასტრუქტურის მართვას გაეცნო. მოგესალმებით, მადლობა რომ დრო გამონახეთ და მოხვედით ჩვენთან სტუმრად. როგორი შთაბეჭდილება დატოვა იქაურმა სპორტულმა ინფრასტრუქტურამ და როგორ ფიქრობთ, საქართველოში რა მხრივ შეიძლება, თქვათ, კანადის ან ესპანეთის გამოცდილების გაზიარება? ძალიან მნიშვნელოვანია, მე მარტო არ გახლდით ამ ვიზიტის დროს, ჩვენთან ერთად იმყოფებოდა ქალაქ თბილისის მერის მოადგილე ალუდა გოგულიჩიძე. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ესპანეთში, იმ მხრივ რომ ესპანეთი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა და კერძოდ ბასკეთის რეგიონი ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონია და დიდ პროექტებს ახორციელებს სპორტის ხელმისაწვდომობის კუთხით, რაც რომლის მიხედვითაც ჩვენ უკვე გეგმავთ განვახორციელოთ საქართველოში ასეთივე მიდგომა. ძალიან მნიშვნელოვანია საერთოდ სპორტში ინფრასტრუქტურის განვითარება და თქვენ იცით რომ ჩვენმა მთავრობამ მიიღო სპორტის პოლიტიკის დოკუმენტი, სადაც რომელიც ეფუძნება სამ ძირითად ასპექტს და რა თქმა უნდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მათგან არის ინფრასტრუქტურის განვითარება. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ინფრასტრუქტურის სწორი დაგეგმა და შემდეგ მისი მართვა, ხო? ამიტომ ამ მიმართულებით ძალიან საინტერესო იყო ესპანელებთან და ბასკეთთან ურთიერთობა. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ მე შევხვდი ორ მერს იმ რეგიონის ვიტორია გახლავთ ბასკეთის დედაქალაქი, ვიტორიის მერს და ბილბაოს მერს, სადაც მათ წარმოგვიჩინეს და გვანახეს თუ როგორი უნდა იყოს მუნიციპალური სპორტული ობიექტები, რა უნდა იყოს მასში, როგორი უნდა იყოს მართვა და როგორი უნდა იყოს თანაზიარება სახელმწიფოსა და ბიზნესისა ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მართვა მარტო ცალკე აღებულად სახელმწიფოს გაუჭირდება თუ აქ რა თქმა უნდა ბიზნესი არ შემოვიდა. რა თქმა უნდა ეს ობიექტები არის სოციალური პროექტებით დატვირთული, მასში არის ჩართული როგორც მოსწავლე, ბაღის მოსწავლე, აგრეთვე პენსიონერიც, რომელიც თავისუფალ დროს ატარებს სპორტული ვარჯიშებით და ჯანმრთელობას, ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს. ეს არ არის ხმამაღალი სიტყვები და ჩვენ საქართველოშიც უკვე ბოლო პერიოდია ჩვენ აი ამას ვიძახით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩვენი ცხოვრების წესად იქცეს ყველა ადამიანისთვის და ალბათ თქვენს გინდათ რომ ამ ცხოვრების წესით იყოთ და შეინარჩუნოთ თქვენი ჯანმრთელობა და შესაბამისად გაიხანგრძლივო შენი ცხოვრებაც. რა ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამას ემსახურებოდა ჩვენი ვიზიტი. და ძალიან ბევრი საინტერესო რამ ვნახეთ, თვითონ პრაქტიკაში ვნახეთ, ბევრი რამ ეს ადამიანები მზად არიან რომ გადმოგცენ საწყიდლოდ, ეს არის დოკუმენტაცია, როგორ უნდა მოხდეს ასეთ დროს know-how, მაგრამ ჩვენ კოპირებას არ ვაპირებთ, მოგეხსენებთ, კოპირება არასდროს არ გვაძლევს ისეთ შედეგს, იმიტომ რომ ეს რეალობაზე უნდა იყოს დაფუძნებული ჩვენ რეალობაზე, ჩვენ კი განსხვავებული რეალობა გვაქვს ევროკავშირის ქვეყნებისგან გამომდინარე. რაც შეეხება კანადა გახლავთ მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სპორტული ქვეყანა, სპორტული განათლების კუთხით და აგრეთვე სპორტული ინფრასტრუქტურის ტექნოლოგიების დანერგვით. აქაც ბევრი რამ ვნახე, მე შევხვდი ჩემ კოლეგას ბატონ გასოლს, რომელიც გახლავთ სპორტის მინისტრი და კანადის სენატის წევრი, რომელიც გამიხარდა ყოფილი ფეხბურთელიც გახლავთ და ძალიან მალე აუგეთ ერთმანეთს და ის დაგეგმილი 15 წუთი ჩვენ შეხვედრისა გასტანა საათსა და 15 წუთს. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ კანადა არის ჩვენი მხარდაჭერი ქვეყანა იმ დიდი შვიდეული ქვეყნებიდან, პარტნიორი ქვეყანა, რომელიც აღიარებს საქართველოს როლს და მნიშვნელობას და მისი ინტერესია აგრეთვე ჩვენს რეგიონში გაფართოება. აგრეთვე ჩვენ გვქონდათ მეტად საინტერესო შეხვედრები და მე აქ მარტო არ გავხდი და ჩვენთან ერთად იყო ბატონი გელახანიშვილი, ფინანსთა სამინისტროს მინისტრის მრჩეველი, სადაც ერთად ჩვენ შევხვდით ძალიან
ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფო ფონდს, რომელიც ინფრასტრუქტურაში აბანდებს თანხებს, სახელმწიფო თანხებს და ხელს უწყობს სხვადასხვა კომპანიებს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია უკაცრავად დავასრულებ, რომ ჩვენ ნახეთ მაღალი ტექნოლოგიებით აგებული სპორტული ინფრასტრუქტურა, რომელიც სულ რაღაც 2-3 თვეში შენდება და შემდეგ უკვე შენახვისთვის და მართვისთვის ძალიან კომფორტულია. სწორედ აი ესეთ კომპანიებთან მქონდა შეხვედრები და ყველაზე მნიშვნელოვანი მე მქონდა შეხვედრა სპორტის უნივერსიტეტში, ტორონტოს უნივერსიტეტში, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და იქ თვალნათლივ გამოჩნდა ის საჭიროებები, რაც არის საჭირო სპორტისთვის აუცილებლად, რომელიც აუცილებლად უნდა მოხდეს ჩვენში დანერგვა. თუ ეს არ მოხდა, ძალიან გაგვიჭირდება ჩვენ სპორტული განათლების განვითარება საქართველოში. ჩვენ აღვადგინეთ სპორტის უნივერსიტეტი, თუმცა კიდევ ძალიან შორს არის იქიდან, რომ იმისგან რომ ის თანამედროვე შეხედულებები და თანამედროვე ხედვები იყოს დანერგილი და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი შრომა და ალბათ თანამშრომლობა მოგვიწევს სხვადასხვა ქვეყნებთან და სხვადასხვა ექსპერტებთან. რაც ხება ყველაზე დიდ სპორტულ ფორუმს, რომელიც უახლოეს მომავალში იგეგმება საქართველოში, 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. რა სტადიაშია სამუშაოები და ნამდვილად მზად არის თბილისი საიმისოდ, რომ ოლიმპიადას უმასპინძლოს? იცით ჩვენ რა თქმა უნდა მაქსიმალურად ვცდილობთ რომ განვახორციელოთ სწრაფად პროექტები, მოგეხსენებათ ინფრასტრუქტურის განვითარება ძალიან რთულია სწრაფად, როცა შენ ფაქტიურად ბაზისი არ გაგაჩნია. ჩვენ ფაქტიურად ამ 2 წელიწადში განსახორციელებელი სამუშაოები, რაც განვახორციელებთ, რა თქმა უნდა, ქალაქის მერიასთან ერთად, იმიტომ რომ ძირითად საქმიანობას ქალაქის მერიის IP ახორციელებს და ჩვენი სამინისტრო ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტები სწრაფად განვითარდეს და მაგრამ რას ვიძახი, რომ სწრაფი ეს ინფრასტრუქტურის განვითარება ძალიან რთულია. ამიტომ ჩვენ თითოეული დღე, თითოეული საათი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო 30 თუ 25 წლის განმავლობაში საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტები არ განხორციელებულა, მაგის თქმა მინდოდა, რომ ჩვენ ამ 2 წლის განმავლობაში ფაქტიურად 10 სპორტული ობიექტი ჩადგება მწყობრში თბილისში მარტო. ძალიან მნიშვნელოვანია ფაქტიურად კალათბურთის, ხელბურთის, ფრენბურთის პრობლემები, გადაწყდება ის პრობლემა, რომელიც ტანვარჯიშს ჰქონდა, მძლეოსნობის მოედანი კეთდება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენ სამინისტრო საქართველოს თბილისში ახლა სტანდარტული აუზის მშენებლობა დაიწყო და უკვე აპრილში ველოდების დასასრულს, ანუ მაისის ბოლოს ესეთ წყობაში იქნება. ეს არის სტანდარტული 3 აუზიანი კომპლექსი ღიაცის ქვეშ, რომელშიც იქნება 50 მეტრიანი, 35 მეტრიანი და ეგრეთ წოდებული ლაგუშატნიკიც ბავშვებისათვის და რა თქმა უნდა ეს ობიექტი უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის, როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის. ამიტომ ჩვენ ფაქტიურად იმ მატარებელს შევახდით, რომელიც მიდის სპორტის განვითარების კუთხით და თუ ამას ჩამოვრჩით, რა თქმა უნდა სპორტის განვითარება სხვა მიმართულებით ძალიან სწრაფად ვითარდება. ძალიან დიდი პერსპექტივები აქვს სპორტს და ჩვენ თუ ჩამოვრჩით ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა გაგვიჭირდება შემდეგ დაწევა და იმ შედეგებზე ფიქრიც კი, რომელიც ჩვენ გულშემატკივარს უნდა. ამიტომ ჩვენ პარალელურ რეჟიმში მოგვიწია ამის ყველაფრის გაკეთება და ცოტა არის უცნაური, ამიტომ ესეთი ობიექტების შენებლობა ჯერ იგეგმება, ადგილები ირჩევა და შემდეგ როგორ უნდა მოხდეს მისი მართვა და ასე შემდეგ და ჩვენ ფაქტიურად ჯერ ვაშენებ და მერე ვიწყებთ ფიქს. ამიტომ ეს პრობლემა ჩვენ დაგვიდგა. ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის სამინისტრო ახორციელებს მართლაც უნიკალურ პროექტს მულტიფუნქციური ობიექტის, ანუ სპორტის სასახლის მშენებლობას, რომელიც უნივერსიტეტის მიმდებარე მაღლივ კორპუსთან, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხორციელდება. ესეც იქნება მართლაც საჩვენებელი ობიექტი, იმიტომ რომ ეს იქნება 2 დარბაზიანი, ერთი 3000 კაციანი, მეორე 600 კაციანი, პლუს 3 დამატებითი პატარა სავარჯიშო დარბაზებით, სასტუმროთი და ასე შემდეგ და ეს იქნება ობიექტი, რომელიც შემდგომში უკვე რეგიონებში უნდა
გავაკეთოთ 2017 წლის ხელბურთის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, რომლის ვალდებულება ჩვენ უკვე ავიღეთ. და ეს არის სხვადასხვა რეგიონებით, ჩვენ სპეციალურად შევარჩიეთ რეგიონები, რათა იქ მოხდეს ამ კომპლექსების მშენებლობა და შემდეგ უკვე მას მიებას ის ინფრასტრუქტურა. აგრეთვე რეგბის მსოფლიო ჩემპიონატისთვის იგეგმება მოედნების პროექტი, სავარჯიშო მოედნები, რომელიც შემდეგ შუაზე გაიყოფა დაახლოებით 20 მოედანზე ლაპარაკი და 9 რეგბს დარჩება და 9 ფეხბურთს. იმიტომ რომ ჩვენ რაც ნახეთ უახლოესი წლების განმავლობაში ამ თბილისში მოედნები საერთოდ დაინგრა დაახლოებით 8 მოედანი აღიგავა მიწისაგან პირისა და ჩვენ გვინდა რომ რაღაც ამ 2 წლის განმავლობაში დავაბრუნოთ და უფრო მეტიც დაუბრუნოთ ჩვენ მოსახლეობას. აუცილებლად დაგეგმილი გაქვთ სამინისტრო განახორციელებს. მადლობა მაყურებელ შევასწავლეთ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრია. დიდი მადლობა.